ყველასთვის გასაგებია, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება შეუძლებელია. ასევე ყველასათვის გასაგებია, რომ უკრაინა დასავლეთმა რუსეთის დასასუსტებლად გამოიყენა და ეს გეგმაც ჩავარდა, რისთვისაც უკრაინას უდიდესი ფასის გადახდა უწევს. ერთი ძველი აფრიკული გამონათქვამი მახსენდება, რომელიც მეძალიან მომწონს. არ აქვს მნიშვნელობა სპილოები ჩხუბობენ თუ წყვილდებიან. ამ დროს ბალახი ყოველთვის ნადგურდება. რა შედეგითაც უნდა დასრულდეს სპილოებს შორის მოლაპარაკება 15 აგვისტოს. ბალახი ანუ უკრაინა მაინც საზარელი რეალობის წინაშე დადგება. გარკვეულწილად უკრაინის პოლიტიკური ლიდერებიც არიან ამ ყველაფერზე პასუხისმგებელნი, რადგან ისინი დასავლეთის მახეში გაებნენ და სრულად დაუჭირეს მხარი მათ აწუկე წარუმატებელ გეგმას რუსეთის დასუსტების შესახებ სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის მეშვეობით. ის, რაც მომავალ კვირებში მოხდება, არ იქნება ლამაზი. ორ ასპექტს ექნება უაღრესად დიდი მნიშვნელობა. პირველი, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს სამხედრო ოპერაციები და დასრულდეს ეს უაზრო სისხლის ზღვრა სლავ ხალხებს შორის. და მეორე, რომ არც ერთმა დასავლურმა ძალამ არ შეუშალოს პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებას ხელი. ომი ერთ მშვენიერ დღეს მაინც დასრულდება და თქვენ თავად ნახავთ, თუ როგორ გაიქცევიან რუსეთში ბიზნესის საკეთებლად სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე ხმამაღლა ლანძღავდნენ მოსკოვს. a predbieha sa v hľadaní obchodných príležitostí. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.